იურიდიულმა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. კანონით საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლი პოლიტიკურ პარტიებზე, რომელთა მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუხს. პარტია, რომელიც განაგრძობს არაკონსტიტუციურ საქმიანობას, სასამართლო წესით აიკრძალება. არსებობს სივრცე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაძლევისა იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, არაკონსტიტუციური, ასე ვთქვათ, შესაბამისი საფუძვლების გამო და პარტიის აკრძალვა არის გარკვეული, ასე ვთქვათ, სცენარი, როდესაც შეიძლება ეგრეთ წოდებული მემკვიდრე პარტიის შექმნის გზით მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების დაძლევა, ზუსტდება საკონსტიტუციო სასამართლოს, ასე ვთქვათ, კომპეტენცია სამართალწარმოების განხორციელების კონტექსტში იმის თაობაზე, რომ რა თქმა უნდა, მას აქვს პრეროგატივა, რომ მათ შორის განიხილოს შესაბამისი შემთხვევები, ანუ თუ კი პოლიტიკური პარტია არსებითად იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი პარტიის საქმიანობის არსს და მათ შორის ეს გულისხმობს პერსონალურ შემადგენლობას და სხვა სათანადო გარემოებებს და კრიტერიუმებს, აქ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გაცილებით უფრო შემჭიდროვებულ ვადებში ექნება იმის კომპეტენცია, რომ მოახდინოს ამაზე რეაგირება და ვიმეორებ გამორიცხოს საკუთარი გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ, დაძლევა.